ეს არის დღის არხი რადიო იმედზე ზაზა ჭიტანავასთან ერთად 14 საათი 20 წუთი გახლავთ დღის არხის ფორმატში განვაგრძოთ მუშაობას მოგესალმებათ საქართველოში კვლავ აქტუალურია ის ნებათაღელვა რომელიც არჩევნების შემდგომ პერიოდს ეხება თუმცა ამასობაში სიახლე რომელიც უფრო დიდ პოლიტიკას ეხება და საქართველოში ამერიკული დიპლომატიის მაღალი რანგის წარმომადგენლის ვიზიტი გახლავთ ეს კიდევ უფრო აქტუალურს ხდის იმ მდგომარეობას რომელიც საქართველოს აიძულებს არა მხოლოდ შიდა პოლიტიკაზე გააკეთოს მეტი აქცენტი არამედ გეოპოლიტიკას, რეგიონალურ პოლიტიკასაც გადაიტანოს დიდი ყურადღება, ასე რომ ზოგადად საზოგადოებასაც აქტიურად მოუწევს ამ ყველაფრის გათვალისწინება, გაანალიზება. სწორედ ამ თემებზე ჩვენ ვეცდებით ცირე ანალიზი გავაკეთოთ ანალიტიკოსთან ნიკო მჭედლიშვილთან ერთად, რომელიც ახლა სატელეფონო ხაზია. ნიკო, მოგესალმებით, გამარჯობა. ზაზა, მე ვესალმებ მსმენელს. მადლობა ნიკო რომ ერთვებით ჩვენთან პირდაპირ ეთერში გამონახეთ რომ პირველ რიგში თუ შეგიძლიათ ნიკო სანამ საქართველოს რეალობამდე მოვალთ თქვენი შეფასება არის საინტერესო მთიან ყარაბაღთან მიმართებაში 30 წლიანი დაკონსერვებული მდგომარეობა სტატუს კვო შეიცვალა გვაქვს სრულიად სხვა მოცემულობა სხვა ათვლის წერტილი იწყება აშკარა და ალბათ ამას მიუთითებს ის ტურნეც რომელიც დაგეგმილი აქვს ბატონ პომპეოს ზოგადად პირველ რიგში შეფასება თქვენი მხრიდან და როგორ ხედავთ ამ დროისთვის ამ მოცემულობაში შეცვლილ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს, რომელიც სხვა სასტარტო მდგომარეობაში აყენებს რეგიონის ყველა აქტორს. ზაზა, მე ვეთანხმები შენ შეფასებას, აბსოლუტურად სხვა რეალობაში ვართ ჩვენ დღეს კავკასიაში. კარგია რომ საომარი მოქმედებები დამთავრდა და თქვენიც და მსმენელმაც იცის რომ აზერბაიჯანის არმიას ჰქონდა ამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ძალიან დიდი წარმატებები ყარაბაღში ვიცით ჩვენ და ვუყურებდით ჩვენ და ვისმენდით ჩვენ რომ ყოველ დღე პრაქტიკულად მათ ესინი იბრუნებდნენ თავის კონტროლის ქვეშ სოფლებს, რაიონებს და ასე შემდეგ და ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე აიღეს ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული დასახლებული პუნქტი, ესაა შუშა. და იქ გაჩერდა მერე ყველაფერი. დიახ, ესე რომ გაგრძელებულიყო, ალბათ რა თქმა უნდა მსხვერპლი ორივე მხარეს არის და მათ შორის მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის არმიას დიდი წარმატებები ჰქონდა, დიდი მსხვერპლიც ჰქონდა აზერბაიჯანის არმიას, მაგრამ ესე რომ გაგრძელებულიყო, ცხადია რომ აზერბაიჯანი დაიბრუნდა მთლიანად ყარაბაღსაც, იმიტომ რომ ჯერჯერობით საუბარი არის შუშას გარდა გარშემო ყარაბაღის გარშემო მდებარე რაიონებზე. მაგრამ აი მოხდა ის, რაც მოხდა, ეხლა რუსეთი არის აქ დომინანტი სამხედრო ძალა და პოლიტიკური ძალა და ამ რეგიონში მთლიანად სამხრეთ კავკასიაში სამწუხარო წესია და საბოლოო ჯამში ჩემი შეფასებით რუსეთი გამოვიდა გამარჯვებული. ორივე ქვეყანამ დაკარგა ძალიან ბევრი ადამიანი და ახლა მე მგონი მეტიც არის უკვე 10,000 ადამიანზე მეტი მებრძოლზე მეტი დაატრიალდა ეს უპირატესობა, მაგრამ ყველაფერით ამით ისარგებლა რუსეთმა და ჩააყენა თავისი სამშვიდობო ძალები ყარაბაღში გარკვეულ ადგილებში ის რაც შეთანხმებაში ამ 9 პუნქტიან შეთანხმებაში რომელიც ხელი მოეწერა 2 დღის წინ საომარი მოქმედებები შეწყდა აზერბაიჯანმა რა მიიღო აზერბაიჯანმა ვერ მიიღო ყარაბაღში რჩებიან ისევ სომხეთის კი არა ყარაბაღის შეერაგებული ძალები, ანუ სომხური მხარე, მაგრამ მიიღო მინიმუმ მორალური უპირატესობა ამ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო კონტინგენტი, სამშვიდობო კონტინგენტი. ეს სამშვიდობო კონტინგენტი ჩვენ ვიცით რაც არის. პრაქტიკულად ეს არის მოუშორებელი ჭირი. ეს ჩვენ თავზე გვაქვს გამოცდილი ძალიან კარგად ქართველებს და შესაბამისად ჩემი აზრით აზერბაიჯანმა კი დაიბრუნა ეხლა ეს გარშემო ყარაბაღის გარშემო ეს ოკუპირებული რაიონები 7 რაიონს იბრუნებს კიდე სამი რაიონი გაანთავისუფლოს 4-ის გარდა რომელშიც უკვე აზერბაიჯანის არმია მაგრამ მიიღო ეს რუსეთის გავლენის გაფართოება უკვე თავის ტერიტორიაზე და ეს არის ახალი რეალობა რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთი კიდევ უფრო გაძლიერდა ნიკო თუ შეიძლება ყველაფრით და კიდევ უფრო მეტი სამხედრო ყოფნას ხედავთ სამწუხაროდ ჩვენ და სამწუხაროდ რეგიონში აზერბაიჯანში. კი ბატონო. ნიკო, ჩვენ დიახ გეთახმები, კარგად გვახსოვს მშვიდობის ყოფილების, რუსი მშვიდობის ყოფილების ტრანსფორმირება, შემდეგ იმ საომარ კონფლიქტში, რასაც ჩვენთან ჰქონდა ადგილი. საინტერესო არის შემდეგი დეტალი. 9 პუნქტიანი შეთანხმება, რომელიც გაფორმდა
და იქ არის გაწერილი, ასე ვთქვათ, ერთგვარი საკოორდინაციო ცენტრი კონფლიქტის მოგვარებისთვის. მე რაც წავიკითხე ამ 9 პუნქტიანში, რაც საჯარო იყო, იქ ეწერა, რომ ამ საკოორდინაციო საბჭოში იქნებიან რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი, მაგრამ შემდეგ ალიევმა განცხადება გააკეთა, რომ თურქეთიც იქნება ამ საბჭოში. ანუ იქ მე არ მინახია და შეიძლება ჩვენ ნაწილი გვანახეს და არასრული. ამიტომ მიმყავს კითხვა საით, ყველას ჰქონდა ეს განწყობა, რომ რუსეთი ჩუმად იყო თავიდან სანამ კონფლიქტი იყო და რუსეთისგან განსხვავებით მოულოდნელად თურქეთი ძალიან ხმამაღალ და ცალსახა განცხადებებს აკეთებდა თურქეთი და ყველას ჰქონდა თითქოს მოლოდინი თურქეთთან ერთად არ გააგრძელოს ეს საომარი დაპირისპირება. ხო, აზერბაიჯანმა, თუმცა ეს ყველაფერი იყო რაღაცა ზღვარში, დიპლომატიურ ზღვარში მაინც იჯდა. და მივიღეთ ის, რომ რეალურად ბოლო მომენტში როგორც კი სტრატეგიულ შუშას მიადგნენ, აიღეს იქ უკვე და გაჩერდა ყველაფერი, აი სწორედ იმ მომენტში ჩაერთო რუსეთი, შეთანხმება შედგა და თურქეთი ამ შეთანხმებაში არ ჩანს. ანუ რეალურად თქვენ ახლა ბრძანეთ, რომ რუსეთის როლი კიდევ უფრო გააქტიურდა რეგიონში, მაგრამ ამასობაში თურქეთის როლი გააქტიურდა თუ შემცირდა ამ მდგომარეობით, რაც ახლა გვაქვს ამ მოცემულობაში? თურქეთის როლი ჩემი აზრით შემცირებულია, იქიდან გამომდინარე, ის რაც ალიევმა განაცხადა, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ და ძალიან ბრძენი ესეთი მართველია ამ ქვეყნის, მაგრამ როგორც ჩანს ალიევს სჭირდებოდა ამის განცხადება, იმიტომ რომ აზერბაიჯანში პატრიოტები ამ ყველაფერს აღიქვავენ ძალიან ნეგატიურად, იმიტომ რომ რუსული არმია შემოდის და რუსეთის მშვიდობის ყოფილების შესაბამისად რაღაცნაირად როგორც ჩანს სჭირდებოდა ალიევს ამის განცხადება, რომ თითქოს თურქი მშვიდობის ყოფილებიც იდგებიან აი ამ რუსებთან ერთად, მაგრამ რუსეთმა უკვე მოასრო და პირველივე საათებში დაახლოებით 10-76 გადააგზავნა სამხედროების სახლში და იქ უკვე ალბათ 2000 სამხედროზე მეტია და ეს სამხედროების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, იმიტომ რომ იქ მხოლოდ კონტროლი არ არის აი ამ ლაჩინის და გარშემო პერიმეტრის ყარაბაღის კიდე სხვა კიდე სხვა პუნქტებია, გზების დაცვა, სატრანზიტო კორიდორების დაცვა და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, რუსეთი კიდევ უფრო გააძლიერებს ამ კონტინგენტს, რომელიც უკვე ამ 2000-მდე ოფიციალურად გათვალისწინებდა. მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო იყო ეს თურქეთის სამშვიდობო ძალების და სამხედრო კონტინგენტზე საუბარი იყო უბრალოდ რაღაცნაირად განეიტრალებისთვის იმ ახალი ამბების, რომელიც გასაგებია. იყო აი ამ ხელშეკრულების და რომც იყოს ზაზა იცი და აი თქვა რომც იყოს იქ წარმოდგენილი თურქეთის საკოორდინაციო საბჭოში თურქების მუშაობა იყო რუსების ხო ჩვენ ხო არა ვართ პატარა ბავშვები ძალიან კარგად ხვდებით რუსებმა რაც გააკეთეს იქ და აქედან გამომდინარე მე ამას და სხვათა შორის აი ამ განცხადების შემდეგ დადაც ახლა ჩვენ საუბრობთ რომ თითქოს თურქების კონტინგენტიც იქნება კრემლის პრესამსახურმა პრესმდივანმა მაშინვე გააკეთა განცხადება იმიტომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩანს ეს რომ ხელშეკრულებაში პირდაპირ სასახად განცხადეს რომ არაფერი არ არის ნათქვამი ციტატას გეუბნევით თურქეთის სამშვიდობო კონტინგენტის შესახებ ხო ამიტომაც ვთქვით რაც ჩვენთვის გახდა ცნობილი იქ ეწერა რომ საკოორდინაციო საბჭოში ამ კონფლიქტის მოგვარების მხოლოდ ეს სამი მხარე იქნებოდა უბრალოდ მე ალიევმა ზეპირსიტყვიერად თქვა რომ თურქეთიც იქნებოდა ნუ გასაგებია მისი ეს პოლიტიკური ნაბიჯი უფრო იყო ალბათ ამ შემთხვევაში და ზოგადად მისი ეს გამონათქვამი ლოგიკურია მით უმეტეს რომ როგორც კი ეს ამბავი გადაწყდა მოგვარდა ამის შემდეგ შემთხვევითი არ არის რომ პუტინისა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანის სატელეფონო დიალოგით შედგა და ესეთ ბევრ რამეს მიანიშნებს პომპეოს ვიზიტი რომელიც დაგეგმილია საქართველოში როგორ ფიქრობთ ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ იმ ნაწილზე რომელიც ეხება საქართველოს მაგრამ არის თუ არა კავშირში და რა დოზით არის კავშირში აი ამ რეგიონულ პოლიტიკის ცვლილებასთან რასაც ყარაბაღში ქონდა ადგილი ხო ეს სხვათა შორის პომპეოს ვიზიტი საკმაოდ მოულოდნელი იყო იმიტომ რომ ნუ აქამდე არავინ მით უმეტეს იმ ადმინისტრაციის წარმომადგენელია რომელიც ასრულებს მუშაობას გვახსოვს ვიზიტები სახელმწიფო მდივნების მაღალი რანგის ჩინოსნების ჩვენი პარტნიორი ქვეყნები და მაგრამ ჩვენ წინ ვიცოდეთ ხოლმე ესეთი ამ ვიზიტების შესახებ ერთი კვირითად და ასე შემდეგ მაგრამ ეს იყო საკმაოდ ესეთი მოულოდნელი ვიზიტი თანაც რომელ ქვეყნებში საფრანგეთში თურქეთში და საქართველოში და საქართველოში მე როგორც ვიცი თუ სწორედ მოხს ორი დღეც იყო ანუ ღამესაც აქ გაათენებს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ მეტი დრო ექნება პომპეოს იმისათვის აქ შეხვდებს მთავრობის წარმომადგენლებს არ ვიცი ხა ის შეხვდება თუ არა ოპოზიციას მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ის საკმაოდ დიდ დროს დაყოფს თბილისში. ხო ეს მე ვფიქრობ რომ სწორედ ამ რეგიონალურ უსაფრთხოებასთან და სტაბილურობასთან არის დაკავშირებული, ნუ ცალსახაა რომ რუსეთის პოზიციები ძლიერდება რეგიონში, ეს არის ცალსახა ჩვენ ხედავთ
რა ხდება სხვა ქვეყნებში, რა ხდება ბელარუსში. ბელარუსში გაიზარდა ასევე რუსეთის პოზიციები, ჩემი აზრით და ბელარუსის დამოკიდებულება რუსეთზე, ის რაც მოხდა. ასევე ვიცით რა ხდება სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, ამერიკელები ფიქრობენ, რომ აი ეს ჩვენთან და თურქეთშიც უნდა განახორციელონ ვიზიტი და ეს ამნიშნულოვანია, ხა ზოგიერთმა ოპოზიციურ პოლიტიკოსმა ისიც კითხვა, რომ პომპეო უკვე წამსვლელიაო და შესაბამისად რა მნიშვნელობა აქვს. რო ჩამოდის არაფერს ვისო. რაღაც ესეთი ესე აიგდეს მისი ვიზიტმა. სინამდვილეში ხა ამერიკის საგარეო პოლიტიკას ახასიათებს მემკვიდრეობითობა და ესე არ არის და პომპეო რო წამსვლელი იყოს და ამას არ კონდეს მნიშვნელობა, პომპეო სად დაგეგმავდა მაშინ ამ ვიზიტს და ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ ხელა რანგის ჩინოსნის ვიზიტი არც მომზადებოდა. ნიკო, როგორ ფიქრობ? ახასიათებს მემკვიდრეობითობა, შესაბამისად ის რასაც პომპეო იტყვის, შემდეგ სხვები აგზელებენ ამას. ნუ ის მიყვება იმ გეოპოლიტიკურ საერთაშორისო ურთიერთობების ხაზს, რაც იქ ერთგვარად გაწერილი აქვს ამერიკას და ამ შემთხვევაში ადმინისტრაციას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ეს ჩვენ ვიცით პოლიტიკურ ურთიერთობებში ჩახედულ ადამიანს ძალიან მარტივად შეუძლია ამაზე დასკვნა გამოიტანოს. როგორ ფიქრობ, ნიკო, აი ჩვენ დიალოგის მიწურულს, რამდენად მოახერხებს პომპეოს რანგის დიპლომატის ჩამოსვლა საქართველოში შიდა პოლიტიკური პროცესების სტაბილურ და საქმიან კალაპოტში გადაყვანას? იგივე გუშინ მოგეხსენებათ, რომ პირველი გაჟღერება იყო ოპოზიციაში ქუჩის აქციებიდან უკვე მოლაპარაკება და მაგიდასთან გადასვლასთან მიმართებაში, რამაც ნებათახელვა გამოიწვია, მაგრამ როგორ ფიქრობთ, ეს როგორ განვითარდება ეს მოვლენები და შეუწყობს ხო არა ამ ყველაფრის, თქვათ, პარლამენტში არჩეული პარლამენტარების და დეპუტატების შესვლას და იგივე მეორე ტურის ჩატარებას საბოლოოდ? ვფიქრობ, რომ პომპეოს ვიზიტის დროს ამაზედაც იქნება საუბარი, ხა ვერ გეტყვით რამდენად დეტალებში იქნება ამაზე საუბარი. ის რომ საქართველოში შიდა პოლიტიკაში და საქართველოში შიგნით უნდა იყოს სტაბილურობა, ამაში დაინტერესებულია დასავლეთი და ეს ჩვენ ვნახეთ კიდეც მათი განცხადებებიდან გამომდინარე არჩევნების შემდეგ. შიდა სტაბილურობა საქართველოში ნიშნავს მთლიანად რეგიონში სტაბილურობას და შესაბამისად პომპეო აუცილებლად შეეხება ამ საკითხებსაც. ეხლა მე დარწმუნებული ვარ, რომ იქ ოპოზიციაში, რომლებმაც ეხლა ხმები მოიპოვეს პარლამენტში და ზოგმა 3% აიგო, ზოგმა 2 და ზოგმა 4 და ზოგმა 1 და იმ 1%-ად შედიან პარლამენტში. დარწმუნებული მათ უნდათ შესვლა პარლამენტში, მაგრამ ერთ-ერთი ადამიანი, ვისაც არ უნდა პარლამენტში შესვლა და აი ეს ქუჩის პოლიტიკის გაგრძელება უნდა, ეს არის მიხეილ სააკაშვილი. რომელმაც ასევე თქვა, რომ პომპეოს ვიზიტის დროს ხალხის მობილიზაციაც უნდა მოხდეს და როგორ წაიკითხავთ ამას? იმის რომ ისინი უფრო მეტ დაიღებდნენ ხმებს და შესაბამისად უბრალოდ ესენი არიან ფეხის ხმას აყოლილი პატარა პარტიები, მაგრამ საბოლოო ჯამში მე დიდი იმედი მაქვს, რომ დასხდებიან ოპოზიცია და ხელისუფლება და რაღაც კომპრომისამდე მივლენ და ბოლოს მაინც დამთავრდება იმით, რომ პარტიების ყველა პარტია არა, მაგრამ პარტიების უმრავლესობა შევა პარლამენტში. გასაგებია. ნიკო, დიდი მადლობა იმისთვის, რომ გამონახეთ დრო, გავისაუბრეთ პირდაპირ ეთერში. მადლობა. დიდი მადლობა. ანალიტიკოსი ნიკო მჭედლიშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში და ვეცადეთ გაგვეანალიზებინა ის რეგიონული პოლიტიკა, რაც გვაქვს სამეზობლო და შიდა პოლიტიკური პროცესები. ახლა კი მცირე სარეკლამო პაუზის შემდეგ ქალბატონ თინა ხიდაშვილს გავესაუბრებით და პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით მის პოზიციასა და მოსაზრებას მოვისმენთ. ეს არის დღის არხი რადიო იმედზე ზაზა ჭიტანავასთან ერთად. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში დღის არხის ფორმატში განვაგრძოთ მუშაობას და როგორც უკვე მოგახსენეთ, ისევ ვეხმიანებით იმ სამეზობლო რეგიონულ პოლიტიკის ახალ რეალობას, რის წინაშეც ჩვენ დავდექით იგივე მთიანი ყარაბაღის შემთხვევაში შეცვლილი მოცემულობის თვალსაზრისით და მოგახსენებათ, რომ საქართველოში იგეგმება მაღალი დიპლომატიური რანგის ამერიკული დიპლომატის ჩამოსვლა საქართველოში, ბატონ პომპეოს ვიზიტი და ამ თემაზე ახლა ჩვენ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ქალბატონ თინა ხიდაშვილს გავესაუბრებით, რომლის მოსაზრებას და ანალიზიც იქნება საინტერესო ამ თემაზე. ქალბატონო თინა, მოგესალმებით, გამარჯობა. დიდი მადლობა, რომ ახერხებთ გვერდებით პირდაპირ ეთერში. ქალბატონო თინა, პირველ რიგში თუ შეგიძლიათ, აი როგორც წინა რესპონდენტს ვესაუბრე, საინტერესო იქნებოდა თქვენი როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრის შეფასება იმ მოვლენებისა, რაც დაფიქსირდა უკვე საბოლოოდ შეთანხმების სახით მთიანი ყარაბაღის სივრცეში. საინტერესო იყო სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება, მას შემდეგ რაც ძალიან სერიოზული ნებათახელვა გამოიწვია სომხეთში ამ შეთანხმებებს. ფრაპუქტიანმა მან თქვა, რომ
ეს გადაწყვეტილება მივიღე არსებული რეალობის გათვალისწინებით და იმ ადამიანების რჩევის საფუძველზე, რომლებიც სამხედრო საქმიანობაში არიან ჩახედულნი. რუსეთი, რომელიც აქამდე სრულიად ჩუმად იყო, მხოლოდ მას შემდეგ გააქტიურდა და მოაწერეს კიდევ ხელშეკრულებას ხელი, როგორც კი აიღეს სტრატეგიული სივრცე შუშა თუ შუშის სახელწოდებით, სხვადასხვანაირად ეძახის ამ სივრცეს. აი ამ ყველაფერს როგორ აფასებდა თქვენი ანალიზი, როგორი იქნება ამ დროისთვის შეფასება? მოცემულობის. მადლობა. არ ვიცი თინასტუმარი ვინ ყავდათ ბოდიშის არ ნიკამ ჭედლიშვილს ვესაუბრებთ. კი ბატონო, ვფიქრობ, რომ ძირითადად ყოველში რასაც ვუსმენ შეფასებები საქართველოში დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან, ერთგვარად არსებობს კონსენსუსი იმაზე, რომ ამ წუთის მდგომარეობით ყოველ შემთხვევაში ამ კონფლიქტის მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღო რუსეთის ფედერაციამ. თქვენ მართალი ძანდებით თავად კონფლიქტის მწვავე ფაზის პროცესში თითქოს ზიად საჯაროდ ესე გამჭვირვალედ რუსეთის ხელი არ ჩანდა. ძალიან ბევრი ექსპერტ მთელი ხმაზე მე ვკითხულობდი განსაკუთრებით სომხურ პრესას და ეცნობოდი მათი ექსპერტების მოსაზრებებს ორი ღია საჯარო დისკუსიას გავმართეთ საქართველოში სომხი და აზერბაიჯანი ექსპერტების მონაწილეობით სწორედ იმის გასარკვევად იქ ადგილზე როგორი იყო განწყობები დიდი მეზობლების რეაქციებთან დაკავშირებით იქნებოდა ეს რუსეთი თუ თურქეთი და ერთგვარად იყო ჩამოყალიბებული პოზიცია რომ რუსეთმა მიატოვა სომხეთი ამ კონფლიქტში. თუმცა რა თქმა უნდა ეს ძალიან ზედაპირული ეს შეფასება ძალიან ზედაპირული ჩანდა დასაწყისში, მაგრამ დღეს რასაც ვუყურებთ ეს მნიშვნელოვნად რაც შეგვიძლია ვთქვათ ძალიან ადრეა საბოლოო შეფასებებზე საუბარი, მაგრამ ეს მნიშვნელოვნად ამ წუთას რაც შეგვიძლია ვთქვათ არის მარტივი ჭეშმარიტება, რომ როგორც ყოველთვის ხდება რუსეთის მოქმედებები ნაკარნახევი იყო მხოლოდ რუსეთის ნაციონალური ინტერესებით და არა რომელიმე მისი პარტნიორის. თავარი გაკვეთილი, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ მეზობლებმა თუ ნებისმიერმა სხვა საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებულმა ექსპერტებმა მიიღეს ამ კონფლიქტიან სწორედ ეს, რომ რუსეთისთვის უმთავრესი ამოცანა ყოველთვის იქნება და დარჩება, ისე როგორც ალბათ ყველა ქვეყნისთვის, მათი ნაციონალური ინტერესები და არა სტრატეგიული პარტნიორის ინტერესები და ეს კარგად გამოჩნდა სომხეთის მიმართ ამ კონკრეტულ კონფლიქტში რუსეთის პოზიციონირებით. ხშირად ამბობენ დღეს თბილისში, რომ ეს არის კარგი გაკვეთილი სოხუმის და ცხინვალისთვისაც მომავალში გასათვალისწინებლად სანამ სტრატეგიულად დაუკავშირებენ სამუდამოდ საკუთარ ბედს რუსეთსო და ვფიქრობ, რომ არის რაციონალური მარცვალი ამ მსჯელობაში. თავისთავად კონფლიქტმა მძიმე ანტონის მდგომარეობით ორი ძალიან მძიმე ამბავი გამოაჩინა და გააშიშლა, თუ შეიძლება ასე ითქვას. პირველი ეს იყო დასავლეთის მხრიდან ერთი მნიშვნელოვანი პასიურობა, გარკვეულწილად იგნორირებაც კი აი ამ სიხლის, რომელიც სამხრეთ კავკასიაში რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, ძალიან მინიმალური იყო. არა თუ ჩარევა მათი მხრიდან, არამედ საერთოდ რაიმე ტიპის პოზიციონირებაც კი იქნებოდა ეს ევროკავშირი თუ ამერიკის შეერთებული შტატები, რაც ერთმნიშვნელოვნად ძალიან ცუდია. და მეორე უკვე როდესაც კვანძის გახსნა უნდა დამდგარიყო, თუ შეიძლება ესე ვუწოდოთ, ისევ რა თქმა უნდა გამოჩნდა სული ფაქტორი, როგორც აი თავარი მაინმედებელი ამ პროცესში წარმატების და რაიმე ტიპის შედეგის მიღწევისთვის. და ეს ორივე ამბავი ერთდროულად დასავლეთის დუმილი და რუსეთის უცბად მომენტალური გააქტიურება შედეგის მისაღწევად, რა თქმა უნდა, ქმნის ძალიან მძიმე ფონს ჩვენი რეგიონისთვის და ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც სხვაგან იყურებოდა სომხეთის აქვს ვექტორი. ქალბატონი თინა, კიდე ერთი კითხვა. ბატონი პომპეოს ჩამოსვლა თქვენ ინტერესებზე საუბრობდით, რომ ყველა დიდი სახელმწიფო თავის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ამ შემთხვევაში რა ინტერესებმა გამოიწვია უკვე მიმავალი ადმინისტრაციის წარმომადგენელი ჩამოდის საქართველოში სხვა ქვეყნების შემდეგ საბოლოოდ აი რას ფიქრობთ რა არის ამის უპირველესი მიზეზი და რა ინტერესებიდან გამომდინარე ჩამოდის აი ასე ნაჩქარევად და გადაწყვეტილად სხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში ბატონი პომპეო და მეორე ამ კითხვისვე ნაწილში როგორ ფიქრობთ რამდენად იქონიებს მიზი ვიზიტი საქართველოში შიდა პოლიტიკური პროცესების რომელიც ახლა
ჯერჯერობით არ არის მოლაპარაკება და მაგიდასთან და პარლამენტში შესული და ქუჩაში მიმდინარეობს აი ამ ყველაფრის დადებითისკენ ცვლილებაზე. ორი კითხვა თქვენ კითხვაში და შევსები ორივეზე გიპასუხოთ. პირველი თავისთავად ის ამბავი, რომ აი ეს ფორს მაჟორულად ხდება ცნობილი ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის შესახებ, რა თქმა უნდა, ერთადერთი დასკვნის შესაძლებლობას იძლევა, რომ საქართველოს ამ კალენდარში აღმოჩნდა გუშინ, მხოლოდ იმიტომ, რომ გუშინ დილით გახდა ცნობილი სამხრეთ აზერბაიჯანის შეთანხმების და რუსული ფაქტორის შესახებ. არც ერთი წუთით ეჭვი არ მეპარება, რომ თავარი მიზეზი ამ ვიზიტის სწორედ ეს არის რეგიონში განვითარებული მოვლენები და არა რაიმე სხვა. აქვე უნდა გვახსოვდეს აბსოლუტურად მართალი ხართ თქვენ, რომ მიმავალი სახელმწიფო მდივანი და მიმავალი ადმინისტრაცია ამასობაში და ასეთ დროს როგორც წესი ვიზიტები მხოლოდ იმის გამო და იმ ამოცანით ხორციელდება, რაც ერთგვარად განგრძობითია ამერიკის სახელმწიფოსთვის იმის მიუხედავად, ვინ არის ხელისუფლებაში. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ყველა სიტყვა, რომელსაც პომპეო იტყვის თბილისში, მე ვიქონიო ყოველ შემთხვევაში, რომ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ყველა სიტყვა, რომელსაც პომპეო იტყვის თბილისში, ყველა გარანტია თუ ყველა პირობა დაპირება, რომელსაც ჩვენ მივიღებთ პარტნიორობის შესახებ, იქნება განგრძობითი იმის მიუხედავად 20 იანვრის შემდეგ ვინ გახდება სახელმწიფო მდივანი. ანუ ეს იქნება ამერიკის სახელმწიფოს მიერ ნათქვამი სიტყვა და არა კონკრეტულად მაიკ პომპეოს მიერ ნათქვამი სიტყვა. და ამის იმედი შეგვიძლია გქონდეს ინსტიტუციური სამართალმემკვიდრეობის ორსაუკუნოვანი ტრადიციიდან, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს. ამიტომ მიუხედავად იმისა, ისევ და ისევ, რომ მიმავალი სახელმწიფო მდივანია, ეს არანაირად არ აყენებს ამ ვიზიტის მნიშვნელობას. და მეორე კითხვაზე რომ გადავიდეთ ლოგიკურად, ამერიკის რატომ ჩამოდის თბილისში, ხომ? და არა თქვა ბაქოში და ერევანში. ალბათ თავარი მიზეზი ამის ის არის, რომ აქ ამ რეგიონში გადაწყდა კალენდარში ჩამატება იმ ქვეყნის, რომელიც პრინციპში ერთადერთი დარჩა, ვინც ბოლომდე იმედება ამერიკის შეერთებულ შტატებს პარტნიორობაში და ვისაც დღეს გაძლიერება ჭირდება. დღეს ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესია, ყველაზე მთავარი ინტერესია, აქ ჩამოსულმა მაიკ პომპეომ გითხრა ღია გამჭვირვალედ ერთმნიშვნელოვნად ისე რომ რაიმე ინტერპრეტაციის შესაძლებლობა არ მიეცეს კრემლს ან ვინმე სხვა არაკეთილს მოსულდეს, რომ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების, სტრატეგიული ინტერესების მეგობარი და მეკავშირედ დარჩება ამერიკის შეერთებული შტატები მიუხედავად იმისა, როგორ შეიძლება ბალანსი სამხრეთ კავკასიაში და შეგვიძლია ამ იმედად ვიყოთ და ამ იმედით ვიყოთ. ქართულ დღის წესრიგად შეეხება ამ ამოცანის შესასრულებლად, რა თქმა უნდა, შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობებში, თუ საქართველოს დემოკრატიული ქვეყანა არის, დემოკრატიულად განვითარებადი ქვეყანა არის და არა ჩრდილოეთ კორეა ერთპარტიული პარლამენტი. ეს აუცილებლად უნდა გვახსოვდეს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ან ნებისმიერი სხვა პირობების დადგომის პირობებში ძალიან გაუჭირდება თეთრ სახლს ან პენტაგონს ან სახელმწიფო დეპარტამენტს იმის მიხედვით რა დახმარების პროექტებზე ვსაუბრობ ჩვენს სადარაჯოზე დგომა თუ ჩვენ აღმოვჩნდით რომ ვართ ჩრდილოეთი კორეა ყოველგვარ ლეგიტიმაციას დაკარგავენ ისინი ჩვენთვის და ჩვენი ინტერესებისთვის ბრძოლაში ეს უნდა გვახსოვდეს მუდამ როდესაც აი ამ სტრატეგიულ პარტნიორობაზე ვსაუბრობთ. ამიტომ შემოდის ხოლმე ქართული დღის წესრიგი ასე მნიშვნელოვნად ამოთიერთო. გასაგებია. დიდი მადლობა ამ განმარტებებისთვის, ქალბატონი თინა, უღრმესი მადლობა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ქალბატონი თინა ხიდაშელი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში და დღის არხის ფორმატში უკვე ვასრულებ მუშაობას. ახლა ჩემი დიალოგის დასრულებისთანავე მცირე სარეკლამო პაუზის შემდეგ სპორტის სიახლეების მორიგი გამოშვება კახაგელაშვილისგან, შემდეგ საინფორმაციო გამოშვება და აქვე გეტყვით რომ 16 საათსა და 15 წუთიდან ნატა მახულაძის კვირის პოლიტიკაში ირაკლი კობახიძე ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი იქნება სტუმარი 16 საათსა და 15 წუთიდან შეგიძლიათ უსმინოთ ნატა მახულაძის გადაცემას. მე კი მადლობას მოგასცემთ იმისთვის რომ ვუსმენთ ერთმანეთს. წარმატებას გისურვებთ დროებით. ეს არის დღის არხი რადიო იმედზე. ზაზა ჭიტანაოსთან ერთად.